მონტეგს ყურებში პატარა ნიჟარები აქვს ჩადგმული. ეს ციცქნა რადიოებია და მღვიძარე ტვინის ნაპირებს ელექტრონის ოკეანის ტალღები ეხეთქება. ეს არის წიგნი, რომელმაც გამოიგონა უსადენო ყურსასმენი. 451 გრადუსი ფარენჰეიტით არის რეი ბრედბერის, ბევრის აზრით ფანტასტიკის მამად მიჩნეული მწერლის, ალბათ ყველაზე ცნობილი რომანი, რომელშიც მან ერთი მხრივ გვაჩვენა დისტოპიური სამყარო, საშინელი დიქტატურა, რომლის პირობებშიც წიგნებს ანადგურებენ ყველგან და შემდგომში ადამიანებს უწევთ, რომ დაიზეპირონ ეს წიგნები, რათა გადაარჩინონ მათი შინაარსი. მეორე მხრივ კი შემოგთავაზა საინტერესო ტექსტი იმ თვალსაზრისით, რომ მასში ბევრი წინასწარმეტყველება ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. წინასწარმეტყველებები, რომლებიც მეცნიერებამ შემდეგ სათავისოდ გამოიყენა. შესაბამისად, ყველაზე უფრო უარესი სიტუაციის აღწერიდანაც მეცნიერებამ შეიძლება გამოიტანოს დასკვნა და შესძინოს რაღაც ახალი ტექნოლოგიურ პროგრესს. ტექნიკა წიგნების მოგონილია.